ვიმყოფები ალგეთის წყალსაცავზე და ვეცდები რომ დავიჭირო თევზი. რომელიღაც მოდიდოში. ძალიან გულით მინდა და მართლა დავიჭირე რაღაცა, მაგრამ რეალურად არ გამოვიდა. მუზერო, შენ ერასოდეს დაგვიჭი. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. მე ვარ დავით ლაცაბიძე და დღეს გადავწყვიტე რომ წამოსულიყავი სათევზაოდ. ჩემი გადაწყვეტილებაც იყო რაღაც ნაწილობრივ, მაგრამ ჩემმა მაყურებელმა დამიწერა და მიწერდა კომენტარებს, რომ დადი სათევზაოდო. რა თქმა უნდა, მე ჩემ მაყურებელს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ამიტომ გადავწყვიტე წამოსულიყავი სათევზაოდ და დღევანდელი ვიდეო ყოფილიყო თევზაობის. ავარჩიე მდინარე, აი ესეთი ცოტა წყნარი დინებაა. და ვეცდები რომ დავიჭირო თევზი. გუშინ ვიყავი ალგეთის წყალსაცავზე, დღეს ვარ მდინარეზე, ვიყავი სათევზაო მაღაზიაში, შესაბამისი სატყუარები მომცეს, ვაპირებ შამაიაზე თევზაობას. არ ვიცი, რამდენად გამომივა, ეგ უკვე გამოჩნდება. ასევე მეგობრებო, 3000 გავხდით, 3000 გამომწერზე ავიდით, წარმოიდგინეთ რამდენია 3000. აი აქ რომ დადგეს ეს 3000 კაცი გაივსება მთლიანი სანაპირო. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, თითოეულ თქვენგანს, ვინც აფასებს ჩემ შრომას. რა თქმა უნდა, როგორც ყოველ 1000 გამომწერზე, ახლაც გავათამაშებ ძალიან საინტერესო და ძალიან საჭირო ნივთს. ამას გაიგებთ ვიდეოს სრულობისას და ჩავსვავ აუცილებლად და გაჩვენებთ თუ რა ნივთია. ხო, ეხა ქუხს შეიძლება არ შემოდის ხმა. და წვიმასაპირებს სავარაუდოდ და არ ვიცი, ზოგადად ეგეთი ბედი მაქვს რა, მე რაღაცა მომინდება, გამორიცხულია რომ ისე წავიდეს საქმე როგორც მე მინდა. არა უშავს. შეიძლება წვიმაში არ წამოვიდეს თევზი, ეგრე იძახიან მგონი. მაგრამ მე მაინც ვეცდები ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცა ვქნა. მოკლედ, ჩაუჯექით ვიდეოს და დავიწყოთ ერთად თევზაობა და ერთად ვეცადოთ რომ დავიჭიროთ თევზი. ავიდი ხან კესი უნდა ავაწყო. აი ესეთი ჯოხია მეგობრებო, 2 გრამიდან 8 გრამამდეა ტესტი. აქამდე თევზაობის ვიდეოს რო ვერ ვიღებდი, ეს იმიტომ რომ ანკესი არ მქონდა ხარისხიანი და კარგი. ის რაც ვიყიდი ადრე საშინელება იყო და ზოგადად ეგეთი ანკესით არ უნდა ითევზაო. რა თქმა უნდა, გამოუცდელობის ბრალი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ეხა შედარებით, ეს ანკესი გამომიგზავნეს. მაჩუქეს ასე ვთქვათ და ისეთმა ადამიანმა მაჩუქა რომ საკმაოდ გამოცდილია მოკლედ რა. ხო და არ ვიცი, ალბათ იმედია დღეს თუ არა ოდესმე გაამართლებს ეს ანკესი. შესაბამისია მოკლედ რა სპინინგისთვის და წინა რაც ქონდა ის არ იყო შესაბამისი სპინინგისთვის. ის იყო უფრო კასტინგისთვის, კასტინგი არის სხვა კატეგორია, სხვა ტიპის თევზაობა, სპინინგი სხვა ტიპის თევზაობა. მოკლედ დავიწყებ ახლა აწყობას. აი მეგობრებო, აი ესეთი სატყუარებია. ამაზე მითხრეს რომ შეიძლება ვერ გადაყლაპოსო. აი ამაზე. მაგრამ დიდი შანსია რომ გამოსდო რა. აი ამ სატყუარაზე. ხო, ეს სატყუარა არის უშუალოდ შამაიასი. ეს და ესეთ შამაიაზე კარგიაო ეს სატყუარა. აი ესეთი სატყუარებია მოკლედ. არის ნახოთ, ცადოთ რა იქნება და როგორ იქნება. აი ეს 2 ცალი სატყუარა მაქვს წამოღებული. იმედია ორივე არ ჩამიწდება და არ დავტოვებ აქ. მოდი ჯერ დავიწყებ აი ამ სატყუარით. ყანყალა ქვია მგონი ამას? ხო, ყანყალა. ზრიალა სხვა არის მგონი, ხო? მოკლედ ამას ჩავაბავ ახლა, დავაწყობ და გადავაგდებ წყალში. თევზები კი დახტუნაობენ, ის 1-3 უკვე ამოხდა და აი ნახოთ მოკლედ რა.
მოგხსნათო ჩემო, მე ხი არ დამეცეს. აბა დავიწყოთ ახლა ჩვენი ჯოხის აწყობა. წნული გადავაბი ძუაზე. ამით ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. YouTube-ზე ვინც დებს აი მსგავსი ტიპის ვიდეოებს, რომ გვასწავლიან, როგორ უნდა გავაკეთოთ აი ეს ყველაფერი. ერთი ცდით გავაკეთე და საკმაოდ მყარია და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველას თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ ყველაფერს აკეთებთ. მოკლედ დაიწყო მეგობრებო. ასეთი რაღაცა გამოვიდა. სატყუარა, კარაბინი, ძუა და წნული. ავედი ახლა გადავაგდებ წყალში და ვნახავ რა შედეგს მომცემს. ძალიან მსუბუქია. ნახოთ აბა. რას ვიზავთ და როგორ ვიზავთ. არა, კარგად წავიდა მაინც. აბა თუ დაინახეთ თევზი, რა მოხდა. საინტერესოა, წყალს კარგად მოყვება. აი, ვცდი მოკლედ რამოდენიმეჯერ, აბა. ახლოში რომ მოვიტანე სატყუარა, თევზები მოყვებოდნენ. ანუ ინტერესი ქონდათ, ეგ კაია. სავარაუდოდ შვირები არ არიან. ნახოთ და ველოდოთ. მოკლედ მეგობრებო, ჯერჯერობით უშედეგოთ, ადგილი შევიცვალე, ჩამოვედი ქვევით, იმიტომ რომ იქ არ იყო ჭრდილი და საშინლად ცხელა. როგორც თქვი 3000 გავხდით, 3000 ადამიანი, 3000 გამომწერი. ეს ძალიან კარგია ჩემთვის. და ასე ვთქვათ, ძალიან მიამაყება, რომ ასეთი მაყურებელი მყავს. დაახლოებით 8 თვეა უკვე რაც ვიდეოებს ვდებ YouTube-ზე. ამ 8 თვის განმავლობაში საკმაო გამოცდილება მივიღე უკვე. როგორც ტექნიკურად, ისე პრაქტიკაში. აი ესეთი რაღაცები, თევზაობა, თვითგადარჩენის ტექნიკები და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა ვისწავლე, ბევრი რაღაცა ყოველ შემთხვევაში ვეცადეო გადმომეცა თქვენთვის და მგონი კარგი 8 თვე იყო. წინ კიდე ბევრი საინტერესო დღე გველოდება, ბევრი საინტერესო ვიდეო გველოდება. ერთად ვისიამოვნოთ ხოლმე მოკლედ აი ამ ყველაფრით. რა ვიცი, მე ზოგადად YouTube-ის მაყურებელი ვარ და ძალიან სიამოვნებს ხოლმე. პირველ რიგში კარგ ადამიანს რომ ხედავ, მერე კიდე კარგ კონტენტს, საინტერესო კონტენტს. აუ, ჩემი აზრით გონი საინტერესოა, იმიტომ რომ მე მაინტერესებს ესეთი რაღაცეები, თვითგადარჩენის ტექნიკა, თევზაობა, ჩემი თავის გამოცდა სხვადასხვა პირობებში. ოპა! ოდია! რა ხელა ხარ? აბა რა, ბიჭო. ნელა ჯიგარო, ნელა მოდარგაი. დიდი არ არის, პატარა. ობა, კაი. აი, მაინც უნდა გაგიშვათ, მო. აბა რა. ნახ სადა გამოდებული. მეთქი ჩაკლაპეთო. რა კარგია. ადგილი შეცვლამ გავამართლა. კაი, ჩემოსმო. ეხლა გაგიშვით მოგელა. მაინც საჭმელად არ მიდიხარ. მოიც. შვიდაც რა. ნეტა. რა. წად. მოიც. წადი. ესეც პირველი თევზი, არ ვიცი რავი, რომელი იყო. ეგ დამწერეთ კომენტარებში. ალბათ მეორე გაიცინებს ახლა სათევზაოდ მიდის და თევზის ცნობა არის ის. რა ვქნა გინაცვალე, არა ვარ გამოცდილი მე თევზი.
მოვიდო ფართულზე. აუშავს, კაი, სასიამოვნო იყო. გავაგრძელოთ. ნორმალური ზომის იყო რა. 4 თითზე დიდი როა, ანუ აი ამ 4 თითზე დიდი როა, ესე იგი კაია. ხო, მგონი ეგრეა რა, ეგრე ზომავენ მეთევზეები, თუ როგორ ზომავენ. ეთამაშებიან რა, წეღანაც. აი ნაპირისკენ რომ მყავს ხოლმე სატყუ არა, ხედავ რომ მოყვება თევზი. აწვალებენ რა, კბენენ. კაი სატყუ არა აშკარად. არა და პირიქით მეორე სატყუარი რაც მქონდა იმაზე მითხრა რომ ვერ ჩაყლაპავს ამას მაგრამ გამოზდებო ხო და ეგ სატყუარა არ მიყენია მე ხა მიყენია უშუალოდ რომელიც უნდა ჩაყლაპოს მოგეუნებით პირიქით ხდება ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში საერთოდ ყველაფერი ხო, მოკლედ ეს 8 თვე ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის და ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე. გამოვარჩევდი რამოდენიმე ვიდეოს. ერთ-ერთი არის 24 საათი რო ვიყავი ყინვაში, სითბოს გარეშე, აი ეგ იყო ჩემთვის ყველაზე კარგი დღე და სასიამოვნო დღე. ანუ მაგ ვიდეოში სიტუაცია იყო როგორ, რა ესეთი ამინდი იყო, მზიანი ამინდი იყო და ღამე რადიკალურად იცვლებოდა სიტუაცია. მინუსებში გადადიოდა ამინდი. რა თქმა უნდა, შემოწმებული მქონდა ეს ყველაფერი. განსაკუთრებით ზამთარში უნდა შეამოწმოთ მეგობრებო, წინასწარ თუ სადმე გადაწყვიტავ წასვლას, ამინდი აუცილებლად უნდა შეამოწმოთ. შემოწმებული მქონდა, მივედი, გავშალე კარავი, დაუბანაკდი. დღე მზიანი ამინდი. როგორც კი შებინდდა, მისლში გაეხვა ყველაფერი საერთოდ, არაფერი აღარ ჩანდა. ანუ უკან წასვლა რო გდომოდა, ვერ წახვიდოდი ფიზიკურად. არც ის მქონდა რა, დანიშნული მანქანის გაჩერების ადგილი, არაფერი არ მქონია მონიშნული და ფიზიკურად ვერ წახვიდოდი რა. აი, ღამე იყო ჩემთვის ძალიან კარგი. თანამედროვულად კარავს საჰაეროები რო ქონდა, იქიდან თოვლი შემოქონდა, სუზედ მაყრიდა, მეგონა გავიყინებოდი, მაგრამ რეალურად გადავრჩი. აი, როგორ ეთამაშებიან, მეტად დაგანახათ ეხლა. მონ პატარები. არ არიან მშივრები აშკარად. ხო, ეგ იყო ერთი ჩემი ყველაზე კარგი გამოცდა ჩემი თავის მაგ დღეს. მეორე ვიდეო იყო ანუ საინტერესო ჩემთვის და რატო? იქ რო ვიყავი, თუ გაქვთ ნანახი არ ვიცი. დასახლებული პუნქტი არ მეგონა, დაუსახლებელი მეგონა, დაანგრეული შენობები, მიტოვებული ადგილი მეგონა და შევედი რომ ეხი დავათვალიერებ, გავიგებ რა ადგილია თქო და ძალიან საინტერესო ჩანდა შორიდან. გადარჩა. და როცა შეგნით შევედი საერთოდ სხვა სურათი დავხდა, ანუ პირველად დრონი ავაფრინე, მეთქით მაინც გავსინჯავ ზემოდან თქო, თუ ცხოვრობს ხალხი მეთქი და ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ანუ ნანახი გექნებათ ალბათ ეგ ვიდეო. ისეთი პირობები აქვს, ანუ არც წყალი, არაფერი, საერთოდ არც გაზი, არც დენი, რა ვიცი, ანუ დენი მგონი აქვთ. ხო, დენი აქვთ, გაზი და წყალი არა. და ხალხი, ანუ რა ვიცი, აი მოხუცები ძირითადად, ფერმერები და ეგეთი ხალხი ცხოვრობს ძირითადად და მათ გავიცანი ერთი საყვარელი ბებო. რომელსაც ძალიან სასიამოვნო რა, ცოტა ცუდი რა, არც ცუდი არ იყო, მოკლედ ისეთი ისტორია ქონდა, რომ გულზე მოხვდებოდა რა. სხვა დანარჩენი რავი, ანუ მაინც ასე თუ ისე სასიამოვნო გამოცდილება იყო ეს 8 თვე რა. ახე
ნახე როგორ ეთამაშება მაიმუნს. მარტო თამაში კი არა, თო. და უნდა ჩაკბიჭო. ზოგადად გეტყვით იმას, რომ სპინინგით, ანუ პირველად ვიგრძენი თევზის დარტყმა ეხა დღეს. აქამდე არასდროს არ მიგძვნია. და პირველი თევზი იყო სხვათა შორის ამ ჯოხით. და ისედაც სპინინგით პირველი თევზი იყო ეხა ეს. ეს ერთი და სხვა მრავალი, აბა. მოკლედ ყველა ძალიან დიდი მადლობა ამ ერთგულებისთვის და ასეთი ხარდაჭერისთვის. ხო, იმასაც აღვნიშნავ, რომ მე რო YouTube-ზე გავიწყე ვიდეოების დადება, პირველი ვიდეო ძალიან ასე ვთქვათ არ მინდოდა რომ დამედო. მოყმანობდი მოკლედ. იმიტომ რომ მეგონა სიძულვილი სცენა იქნებოდა. მაგრამ რეალურად სხვა სურათი გამხდა პირიქით, мотивация მომცა ხალხმა კომენტარებში, მითხრეს რომ არ გავჩერებულიყავი, გადამეღო მრავალი ვიდეო და აი დედას გეფიცები. ეს კომენტარები რომ ნახე, იმდენად და ისე მაგრად მომცა мотивация და რაღაცნაირად ამაყად ვიგრძენი თავი. რომ ფიზიკურად არ შემეძლო გაჩერება. და ძალიან მესიამონა. დიდი ხანია მინდოდა მე ბავშვობიდან მინდოდა რომ რაღაც შემექმნა მსგავსი. თავიდან Facebook-ზე მინდოდა ადრე ვაინები რო იყო. მსგავსი ტიპის ვიდეოები მინდოდა ძმაკაცებთან ერთად გამეკეთებინა რაღაც სასაცილო. მაგრამ ვერ მოვაბით თავი. ამ დიდი ხანია მინდა მოკლედ და როგორც იქნა მოვაბით თავი და არ ვაპირებ გაჩერებას, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საქმეა მართლა. უნებაც ძალიან მიყვარს და პლუს ვიდეოების გადაღება. ამიტომ თქვენი დამსახურებაა რომ უკვე ამდენი ვიდეო დაიდო ამ არხზე. და კიდევ ძალიან ბევრი დაიდება. ძალიან მაგარი შეგრძნება ყოფილა მეგობრებო მართლა თევზი რო გამოყავს წყლიდან. ხო, კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, მე თევზები ვიცი რომ მიყურებთ, იმიტომ რომ კომენტარებს რომ მიწერთ ხოლმე, ხედავ რომ თქვენც გიყვართ თევზაობა და რაღაც გამოცდილება გექნებათ. ვინც მიყურებთ მეგობრებო, შეგიძლიათ ამიწეროთ ხოლმე საინტერესო და კარგი ადგილები სად წავიდე და სად ვითევზაო. ასევე გონი ჯოხზე გითხარით, ხო, როგორი და რა ჯოხი, ან 2 გრამიდან 8 გრამამდე ტესტია. დამიწერეთ ხოლმე სატყუარები, ანუ როდესაც გეტყვით ლოკაცია, სად უნდა წავიდე, შესაბამისი სატყუარებიც მითხარით ხოლმე, რომ რაღაც გაურკვევლობაში არ მოხდე და ისე არ მოხდეს, რომ საერთოდ ასე ვთქვათ, უშედეგოდ წამოვიდე იქიდან. ქვემო ქართლში ნებისმიერი ტერიტორია. თბილისთან ახლოს, რუსთავთან ახლოს, ალგეთზე ვიყავი. ალგეთზე კიდე მინდა წასვლა, დაბრუნება და დამიწერეთ კომენტარებში, რომელი სატყუარა წავიღო. ხო, ცოტა ხმა მაქვს წართმეული, მეტყობა ალბათ საუბრისას. როგორც გავარკვიე, 2-3 დღეში დამიბრუნებენ. ესეც მეორე? კი ბატონო. მეორე, მოდი აქ, აბალა. მოდ არ გამექცე გეხვეწები რა. არა, აგერ არის. აგერ არის. აჰა. ესეც მეორე. აბა. როგორია? აი ჯიგარო შენს გაგიშვებ, დაიცა? დაიცა ჩემო ძმაო, დაიცა. აი, როგორ სუნთქავს. ოკეი. შოქშია. კაი, ნელა. გაგიშვებ, ხო. წადი. ადგილის შეცვლამ გაამართლა ნამდვილად. დაახლოებით 2 წუთის უკან მეგობრებო, აი აქ ეს ამ ადგილზე ჩამოიცურავა ლამაზად გველმა. სამკუთხედი თავი ქონდა, პატარა იყო, დიდი არ იყო. ესეც მესამე, ხო? კი ბატონო, მესამე არა პატარა.
პატალა. ესეთი პაცუკა მოედო. აი ჩვენს გაგიშვათ, ნო. კაი. ხო, შესაძლებელია გიურზა იყო. კარგად ვერ შევამჩნიე. ჩავცხე თავში და გაიქცა. ხო, მოკლედ, ამით იმის თქვა მინდა, რომ გველი ვერ გხედავს. ანუ მოშორებით რომ მოძრაობთ და მივემართებით გველისკენ ვერ გხედავს. გხედავს როგორ? წითლად რა, ჩვენ ფორმას ხედავს წითლად, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი არის თბილი. და ეგენი ხედავენ მასე. სითბოთი არჩევენ ცოცხალ არსებას. ამიტომ შესაძლებელია ისე მოგიახლოვდეს, რომ ვერც კი წარმოიდგინო. და ყურადღებით იყავით ეს ადგილებზე, ხა ნახევარ უდაბნოა გარშემო და ძალიან ხშირია შხამიანი გველიც და უშხამოც. თუმცა სადაც უშხამო გველი იქნება, მეგობრებო, იქ ნაკლებია შანსი იმის, რომ შხამიანი გველი ბინადრობდეს, იმიტომ რომ საკვების ამბავია რა, საკვებს ართმევს ეს უშხამო გველი და არ აწყობს ეს შხამიან გველს. ამ პირიქით, სადაც შხამიანია, იქ უშხამო არ არის. შხამიან გველებზეც მაქვს ვიდეო გადაღებული და საუბრობ იქ დეტალურად შხამიან გველზეც და უშხამო გველზეც, როგორ უნდა გავარჩიოთ და როგორ უნდა მივხვდეთ შხამიანმა გვიკბინა თუ არა. აქაც გეტყვით მეგობრებო, სეზონია ეხა, ანუ ზაფხულია, აქტიურად არის გამოსული ქვეწარმავალი და მაქსიმალური ყურადღება გჭირდება. რომ რაიმე, ასე ვთქვათ, ხათაბალაში არ აღმოუჩდეთ. შხამიან გველს, რა თქმა უნდა, სამკუთხედი თავი აქვს. საქართველოში 4 სახეობაა სულ გავრცელებული. ამ 4 სახეობიდან ერთი სახეობა არის ყველაზე საშიში, ეს არის გიურზა, რომელიც ადამიანისთვის ძალიან, ასე ვთქვათ, მომაკვდინებელი შხამით გამოირჩევა, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გმართებს ამ გველთან. სხვა დანარჩენი სამი სახეობა, რა თქმა უნდა, სახიფათოა, მაგრამ მარტივად გამოდის ადამიანის მდგომარეობიდან, თუ ალერგიული არ არის. დანარჩენი 16 სახეობა უკვე უშხამოა და ნაკლებად სახიფათო ადამიანისთვის, ნაკლებად რა, თითქმის არ არის სახიფათო. უბრალოდ ოდნავ გვეთკინება კბენის დროს და всё, გაგვივლის ჩვეულებრივად, მაგრამ შხამიანი გველის შემთხვევაში ეს ესე არ არის, იმან თუ გვიკბინა, არ გაგვივლის პირიქით, გაუარესდება ტკივილით და მდგომარეობაც. ამით გავარჩევთ ჩვენ შხამიანმა გვიკბინა თუ უშხამო. როდესაც უშხამო კვენს, შეშუპებაც გაივლის, ტკივილიც გაივლის, როდესაც შხამიანი კვენს, არ შეშუპება არ გაივლის, პირიქით წითელი ფერი ან ვანთებითი პროცესი გადადის ჩაშავებაში, გალურჯებაში, ძალიან ძლიერ ტკივილში, რომელიც მთელ სხეულში ვრცელდება. ასევე გვიტოვებს ორცალ ეშვის კვალს, ორცალ კბილის კვალს. ხოლო უშხამო ტოვებს მრავალ კვალს რა, ყბის ფორმის. აჰა, აგე, აქვე დაჯდა, მაგრამ პატარა. ესეთები კარგიაო იმაში, რა ქვია, ხავში. მოდი ჩემო ძმო, შენც გაგიშვი, მოდი აბა. რასეთყვი? მოიცა, ინტერვიუ გინდა, ინტერვიუ ერთ და გაგიშვი. აბა რასეთყვი? მოიცა, ბოდიში ძმო. ბოდიში. აბა რასეთყვი ჩემ გამომწერებს? გამოვწერეთ ახი. მადლობა ძმო. დადი, სატყუ არა მუშაობს, მოკლედ ძალიან კარგად. გაჩვენეთ, რომელი სატყუ არაც არის და შეგიძლიათ შეიძინოთ 3 ლარი მივეცი მგონი თუ 4 ლარი ამ სატყუარაში. იაფია. სხვა სატყუარები, რავი, ზოგს 25 ლარი ეწერა, ზოგს 17 ლარი. რავი, მე ვერ გავიმეტებ ახლა მაგაში ფულს, იმიტომ რომ ჩამიწყდეს ძალიან ცუდი იქნება და ეს არ დამენანება. ჩვენივრად მოდის 3 ლარიან სატყუარაზეც თევზი. გულს მიხარებს ყოველ შემთხვევაში. ხო და მოკლედ მეგობრებო, ყურადღებით იყავით.
როდესაც გოლს დაინახავთ, განსაკუთრებით თუ ცნობა არ იცით. მაგრამ შეგიძლიათ გაარჩიოთ იმით, რომ ძალიან აგრესიულია შხამიანი გველი, ძალიან. როგორც კი მიუახლოვდებით, ეგრევე ხმას გამოსცემს და განიშნებს, რომ გაეცალოთ, ღრმად სუნთქავს და სპეციალურ ხმას გამოსცემს, მიხვდებით, თუ ვერ დაინახეთ პირისპირ, ის დაგინახავთ და განიშნებთ, რომ ახლოს იმყოფებით დაახლოებით 2-3 მეტრში მისგან და განიშნებთ, რომ გაეცალოთ აი ამ ხმით. და საკმაოდ მოზრდილია გიურზა. საკმაოდ დიდი ტანის არის. სამკუთხედი თავი აქვს, მე რაღაცნაირი სუქანი ტანი აქვს, ცხეული და წვრილი კუდი. უცებ წვრილდება მოკლედ. მიხვდებით რა, შხამიანს და უშხამოს გონი გაარჩევთ, როდესაც დაინახავთ. შემზარავია ძალიან, რომ შეხედავთ შხამიანი გველი. უშხამოთ შემზარავია, მაგრამ შხამიანი განსაკუთრებით. ერთ საუღნიშნავ კიდე ამ სატყუარაზე ძალიან ბევრჯერ გამოვედო ქვას, ტოც და ამ შემდეგ. ანუ მარტივად ძურება, მარტივად გამოდის. რამოდენიმეჯერ კი უნდა მოკაჩვა, მაგრამ არ ჩაგიწყდება რა. ძალიან კარგი სატყუარაა მოკლედ. კვარზე ვარ და რა ვიცი. აი 80% მეგონა რომ საერთოდ ვერ დავიჭერდი ვერაფერს, მაგრამ რა ვიცი, დავიჭირე. ეს იყო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი ვიდეო, ჩვენი თევზაობა. ანუ მართლა გამიხარდა რომ რაღაცა გააკეთა ამ ანკესმა და ამ სატყუარამ. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ სატყუარაც და ანკესიც კარგია, ანუ შესაბამის სატყუარა გჭირდება და ჩვეულებრივად დაიჭერ თევზს. მოკლედ ეხლა უნდა წავიდე, იმიტომ რომ ბავშვი მელოდება აუზია მივსეო. ძალიან ცხელა და ცოდვა, აუცილებლად უნდა აუზო. ვერ ვაწყენინებ რა ვქნა. ნუ რაც იყო, კარგი იყო, მაინც დავიჭირე თევზი. უშედეგოდ არ მივდივარ ყოველ შემთხვევაში და ყველას გისურვებთ მსგავს შედეგს. ერთი ცალით რო დაიჭიროთ, ძალიან სასიამოვნოა. მოკლედ, ეხა ყველაზე მთავარი კიდე რაც არის, უნდა ავიდე მანქანასთან და გაჩვენოთ ის ნივთი, თუ რას ვათამაშებ. გახსოვთ ალბათ პირველი ვიდეო საერთოდ აზრი არ ვიყავი თევზაობის და ზოგადად ცხოვრებაში ესე ვარ რა. რაღაცის აზრზე რო არ ვარ, პრაქტიკაში მირჩევნია გამოვცადო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, კითხვითაც, ასე ვთქვათ, ხალხის აზრითაც ბევრ რაღაცას ვიგებ, მაგრამ ჩემით როცა ვცდი რაღაცას, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ვდებ შედეგს, ვიდრე რაღაც თეორიული ცოდნით და ასე შემდეგ. თეორიული ცოდნით ბევრი წავიკითხე თევზაობაზე, სანამ პირველად წავედი, მაგრამ რეალურად შედეგი ვერ დავდე, ხო? მაგრამ პრაქტიკაში უკვე ვერჯერ რო გამოვცადე, შედეგიც დავდე და ნელ-ნელა რა თქმა უნდა ვითარდები, ხო? აი ეს არის ზუსტად, უკან არასდროს არაფერს არ დაიხიოთ, ყოველთვის ცადეთ, ყოველთვის გამოცადეთ, ერთხელ არ გამოგივათ, ორჯერ არ გამოგივათ, მესამედ გამოგივათ. ამით იმის თქვა მინდა, რომ არ უნდა გაჩერდეთ. ყოველთვის ცადეთ და ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, რომ გამოგივიდეთ და დადოთ შედეგი. ახლა რაც შეეხება გათამაშებას, მეგობრებო, ვათამაშებ აი ესეთ საძილე ტომარას. ეს არის შემოდგომა, ზაფხული და გაზაფხული. ნუ პირიქით უნდა მეთქვა, ხო, გაზაფხული, ზაფხული შემოდგომა. ხო, მოკლედ სამისთვის არის ექსტრემალური პირობების არ არის, ანუ ზამთარში ამას ვერ გამოიყენებთ, იმიტომ რომ მინუსების არ არის. ზაფხულში შეგიძლიათ წაიღოთ, როდესაც დასაბანაკებლად წახვალთ, ან დღის განმავლობაში რომ მოისვენოთ, ამაში ძალიან კარგი რაღაცაა, შავი ფერის არის, მოკლედ, ერთი ადამიანი ძალიან კომფორტულად მოისვენებს ამაში და ღამეც არ შესცივდება. მე არ გამომიცდია ახლა ეს უშუალოდ, მაგრამ ხელით ანუ მიხვდებით რა, საკმაოდ სქელია და მოკლედ საიმედო. ამიტომ შეგიძლიათ მოიგოთ ეს საძილე ტომარა, მე გამოგიგზავნით პირადად მისამართზე, სადაც იმყოფებით, სოფელში იქნებით, ქალაქში, თაში თუ ბარში არ აქვს მნიშვნელობა, გამოგიგზავნით მე თვითონ ადგილზე. გათამაშების წესებს რაც შეეხება, გათამაშებაში მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ როგორ? კომენტარი უნდა დამიწეროთ 1 ან რამდენიმე, არ აქვს მნიშვნელობა. და რა თქმა უნდა არხი უნდა გქონდეს გამოწერილი და ვიდეო მოწონებული. მეტი ისეთი არაფერი, როგორც ხდება ხოლმე მოკლედ YouTube-ზე, სხვა ისეთი რაღაცა ასე ვთქვათ, სერიოზული ისინი არ მაქვს რაღაც კრიტერიუმები, რომ ვერ შევასრულოთ. Facebook-ზე გაზიარება, მეგობრის მოწვევა და ასე შემდეგ. მარტივად შეგიძლიათ მოიგოთ მოკლედ რა და პასუხისგებლობას ვიღებ ჩემ თავზე, რომ გამოგიგზავნით მისამართზე აი ამ საძილე ტომარას. მოკლედ, დაგემშვიდობებით.
იმედია მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დამწერეთ კომენტარები, როგორც აღნიშნე, არა მარტო მეთევზეებმა, ნებისმიერმა თქვენგანმა შეგიძლიათ დამიწეროთ მოსაზრება, რჩევა, რა გადავიღო შემდეგში და ასე შემდეგ. დაგემშვიდობებით, კარგად ყოფნას გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.